მოგესალმებით და მე კვლავ გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. კვარაცხელია რუსი ფეხბურთელია, რა განცხადება გააკეთა საბჭოთა კავშირის მეკარე მანზორ კავაზაშვილმა. ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე გოლი და გამანადგურებელი ანგარიში. მიქაუტაძემ და კიტაიშვილმა ინტერნეტი ააფეთქეს. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. თუ რაიმე მიზეზის გამო არხი ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, გამოვასწოროთ ეს შეცდომა. უმეტესობა უყურებთ ჩვენს ვიდეოებს, რაც ძალიან მახარებს და იგებთ სიახლეებს ქართველ და უცხოურ ფეხბურთელებზე. ხოლო ეს ყველაფერი ორივე მხარესთვის მომგებიანი რომ იყოს, ამისთვის საკმარისია ერთი ღილაკის დაჭერა. კომფორტულად მოკალათდით და ჩვენ ვიწყებთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში ლიონი ლენს ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 1-0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა. ფონსეკამ ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალა. ქართველი ფეხბურთელი პირველ ტაიმში ბევრს აქტიურობდა და გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში 45 წუთზე გავიდა. თავი მიქაუტაძემ გამოიჩინა, რომელმაც ფოფანას გამოზომილი პასი გამოიყენა. მეორე ტაიმში ლანსი აქტიურობდა და არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. საბოლოო ჯამში ლიონმა მიქაუტაძის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ ავტორიტეტულმა გამოცემა ლეეკვიპმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა. მადლობა მიქაუტაძეს, მისი ერთადერთი გოლით ლიონმა ლანსი დაამარცხა. თანაც ეს ყველაფერი პიერ საჟის თვალწინ, რომელიც ახლა ლანსის დამრიგებელია. მიქაუტაძე პირველ ტაიმში ბევრს აქტიურობდა, მას მხარს ფოფანა უბავდა, რომელმაც მას საგოლე პასი გაუკეთა. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის სხვა შანსებიც ჰქონდა, თუმცა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის განმავლობაში დაძაბულობა იგრძნობოდა, საბოლოოდ საუკეთესო შედეგი სტუმრებმა აჩვენეს. კომენტარი ასევე გიორგი მიქაუტაძემაც გააკეთა, ვნახოთ რა სიძახის ქართველი ფეხბურთელი. ეს იყო მატჩი დიდი ინტენსივობითა და შანსებით, მაგრამ მცირე ანგარიშით. დაცვაში ბევრი ვიმუშავეთ, კიდევ 2 გოლის გატანა შეგვეძლო. ერთი შანსი ჩემი იყო და ერთი მალიქ ფოფანასი. პირველ ნახევარში კარგად ვუტევდით, ხოლო მეორეში თავს კარგად ვიცავდით. ჩემი ხელიდან გაშვებული შანსი? ბურთს ბევრჯერ შევეხე და ადრე უნდა დამერტყა. გოლი? ვიცი რომ ფოფანა სწრაფია და საჯარიმოში ღრმად შევედი. პოზიცია კარგად შევარჩიე. ვარჯიშებზე ბევრს მუშაობთ და ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ჩემს სირბილზე. ახლა ერთმანეთს უკეთესად ვიცნობთ და ყველაფერს უკეთესად ვაკეთებთ. ტოლისო? ის ბევრს ლაპარაკობს და გვეხმარება. ჭირდება პასუხისგებლობა, რომ უკეთესი ვიყო. მინდა ჩემი ქალაქისთვის და გუნდისთვის ყველაფერი გავიღო. მინდა მადლობა გადაუხადო ლაკაზეტს, რომელმა მატჩის წინ პატარა შეტყობინება გამომიგზავნა. მითხრა, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო და ლიონთან ერთად ჩემი ისტორია დამეწერა. ისტორია, რომელიც ლიგა 1-ის პირველ დღეს გატანილი გოლით და ულამაზესი გზით დაიწყო. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობის გამო პარი სენ-ჟერმენმა წინა სასეზონო მომზადება დაგვიანებით დაიწყო და ევროპის სუპერთასის შეხვედრას ტოტენჰემის წინააღმდეგ სრულად მზად ვერ შეხვდა. თუმცა გამარჯვება მაინც შეძლო. პარიზიანის ცნობით ლუის ენრიკე ახალ სიურპრიზებს ამზადებს. ლონდონელებთან დაპირისპირებაში ესპანელმა სპეციალისტმა განსხვავებული ტაქტიკური სქემა ირჩია და ძირითად შემადგენლობაში ფაბიან რუისი არ დააყენა. გამოცემის ვარაუდით ენრიკე მომავალშიც არ მოერიდება ექსპერიმენტებს. ჯან-ლუიჯი დონარუმა მანჩესტერ სიტიში გადასვლას ელოდება, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ პარი სენ-ჟერმენთან ვარჯიშობს. მიუხედავად ამისა, ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში ნანტის წინააღმდეგ შევალიე დადგება. პარიზელებს ისევ ვერ დაეხმარება დისკვალიფიცირებული ჟოაო ნევეში. სამაგიეროდ კი მწვრთნელი პირველად გამოიყენებს ბორმუნდიდან შეძენილ მცველ ილია ზაბარნის. რამდენიმე ლიდერი ფეხბურთელი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, ამჯერად სასტარტოში არ იქნება. მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში საოცარი სადებიუტო სეზონი ჩაატარა, ქართველი ფეხბურთელი არაერთ გრანდს დაუკავშირეს. თუმცა ბუნებრივია, პარიზული გუნდი მის გაყიდვას ამ ეტაპზე არ განიხილავს და კლუბის მომავლად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, უცხოურ მედიაში ხშირად განიხილავენ თუ სად უნდა გააგრძელოს ხვიჩამ კარიერა PSG-ს შემდეგ. აღსანიშნავია, რომ აქტიურად სახელდება 3 ვარიანტი, სადაც ერთ-ერთია კვარას ოცნების გუნდი, მადრიდის რეალი. გარდა ამისა, ისმის ლივერპულისა და კატალონიის ბარსელონას ვარიანტები, რაც ამ მომენტისთვის მხოლოდ და მხოლოდ ვარიანტებად რჩება. ასე და ამგვარად კარგად ჩანს, რომ უცხოურ მედიაშიც კვარაცხელიას კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. საბჭოთა კავშირის ნაკრებს
ნაკრების ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. კერძოდ მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ძალიან მიხარია საფონოვისა და კვარაცხელიას წარმატება PSG-სთან ერთად. ეს უმაღლესი დონეა და ბედნიერი ვარ, რომ რუსი ფეხბურთელები ასეთი დონის გუნდში თამაშობენ. დიახ, კვარაცხელიაც რუსი ფეხბურთელია. მან ფეხბურთის თამაში სწორედ რუსეთში ისწავლა, თქვა ანზორმა. მართალია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთში დაიწყო თავისი კარიერა, თუმცა მე მოვერიდებოდი და არ ვიტყოდი, რომ რუსი ფეხბურთელია, რადგან ეს ასე არ არის. დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში. ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში რიდი შინ გრაცის შტურმს ამარცხებდა და მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა შესვენებამდე ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა. მის გოლებს შორის შოტლანდიელმა მაქს ჯონსტონმა შეაგდო. ტაიმის შტურმმა 3-1 მოიგო და საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი 87 წუთზე შეცვალეს. ოთარ კიტეიშვილმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. კარიერაში სეზონის ასეთი შედეგიანი სტარტი არასდროს ჰქონია. მან 4-ვე მატჩში გოლის გატანა მოახერხა. 3 ავსტრიის ბუნდესლიგაში, 1 ავსტრიის თასზე, 4-დან 1 შეხვედრაში დუბლი შეასრულა. გარდა ამისა, მის აქტივში 1 საგოლე პასია. მოკლედ 4 შეხვედრაში 6 საგოლე მოქმედება დააგროვა, 5 გოლი და 1 საგოლე პასი. წარმატებები კიტეიშვილს, მისი იმედი ნაკრებშიც გვაქვს. საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენმა როდეს უმასპინძლა და 4-0 გაიმარჯვა. ანგარიში 27 წუთზე გაიხსნა. ჟუაო ფერეირას პასით ჯოშუა დუფუსმა ისარგებლა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. პირველი ტაიმის მიწურულ სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა მეჰდი ბაალუჯმა ახლო მანძილიდან მწვანეების მეკარეს ვერ აჯობა. 47 წუთზე მაჰმუდ ჟაბერმა მასპინძელთა უპირატესობა 2-მდე გაზარდა. 56 წუთზე შეცვლაზე შესულმა ირვინგ კარდონამ სენტ-ეტიენის მესამე გოლი გაიტანა. 78 წუთზე კი დავითაშვილმა ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ზურიკო 93 წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა სოფასკორისგან 8.3 შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 1 დარტყმა კარში, 3 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, 2 წარმატებული დრიბლინგი, 47 შეხება ბურთთან, 32-დან 26 ზუსტი პასი, 1 საკვანძო პასი, 1 არაზუსტი ჩაწოდება, 2 ზუსტი გრძელი პასი, 4-დან 3 მოგებული ორთა ბრძოლა, 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთა ბრძოლა, 10 დაკარგული ბურთი და 1 ჯარიმა. მოკლედ რომ თქვათ, ჩვენმა ბიჭებმა გაგვახარეს და თითქმის ყველამ გოლი გაიტანა. ყველა მოგცა საბაბი, რომ ისინი განვიხილოთ. თუ გსურთ, რომ ვიდეოები უფრო ხშირად გამოდიოდეს, არ დაგავიწყდეთ ლაიქის ღილაკის დაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ძალიან გვეხმარება ვიდეოს გავრცელებაში. თქვენ კი საერთოდ არაფერს არ კარგავთ. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ. მე კი მალე დაგიბრუნდებით ახალი სიახლეებით. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.